უპროძესთან დებატებში პირწმინდა დამარცხდა თბილისის მერი კახა კალაძე. დამარცხდა იმიტომ, რომ ვერ გასცა პასუხი უმთავრეს კითხვას. ვინ არის პასუხისმგებელი თბილისის მართვაზე? გუშინდელმა დებატებმა კიდევ ერთხელ აჩვენა ის, რომ როცა საუბარია შეუსრულებელ დაპირებებზე, კონკრეტულ ჩავარდნებზე და კორუფციულ სკანდალებზე, კახა კალაძე პასუხისმგებლობას გაურბის. დღეს თბილისელებს აღარ აინტერესებთ კახა კალაძის თავის მართლების პროცედურები. თბილისელებს აინტერესებთ ვისი პასუხისმგებლობაა ის, რომ თბილისი იქცა რკინა-ბეტონის ხაფანგად. გაცემულია 50,000-ზე მეტი სამშენებლო ნებართვა, ეს არის ჯამში 41 მილიონი კვადრატული მეტრი. ვინ არის პასუხისმგებელი ბაგა-ბაღების სააგენტოში გამოვლენილ კორუფციულ სკანდალზე? ვინ არის პასუხისმგებელი უფასო სასადილოებში მოპარულ მილიონებზე? ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 10 წელზე მეტი ხანის განმავლობაში გრძელდება? ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ რიგითი წვიმის დროს დაიტბორაავლაბრის მეტრო, რომლის რეაბილიტაციისთვისაც თბილისელების ფულიდან 4 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული? ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ მიუსაფარი ცხოველები ყვავა მდგომარეობაში არიან? ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ თბილისი ყოველდღიურად საცობებში იხჩობა? ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ პარკირების ჯარიმები 5-ჯერ გაიზარდა, მაგრამ საპარკინგო სივრცეები მიუხედავად კახა კალაძის არაერთი დაპირებისა ვერადავერ მოეწყო. პირიქით ყოველწლიურად მცირდება მათი რაოდენობა. ვინ არის პასუხისმგებელი ათობით დანგრეულ და ვეღარ აშენებულ სკოლებზე და ამ სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის წლების განმავლობაში გაფლანგულ მილიონებზე? ვინ არის პასუხისმგებელი თბილისში 10,000-ზე მეტ ავარიულ შენობებზე, რომელშიც ადამიანები ყოველდღიური ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის რისკის ქვეშ ცხოვრობენ და ჩვენ გვახსოვს კონკრეტული შემთხვევები, როდესაც ამას ადამიანების სიცოცხლე შეეწირა კიდეც. პასუხი ერთია, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი რა თქმა უნდა არის კახა კალაძე. თბილისის მართვა არ არის მხოლოდ ლენტის გაჭრა, პომპეზური ღონისძიებები და პიარ კამპანიები. როცა არ არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, არ არსებობს ეფექტური მართვაც. ჩვენ დღეს გვაქვს ბევრად უარესი თბილისი, ვიდრე გვექნებოდა პასუხისმგებლიანი და სახელმწიფოებრივი მმართველობის პირობებში. როდესაც წლების განმავლობაში ვერ სრულდება ინფრასტრუქტურული პროექტები, როდესაც მოქალაქეები ყოველდღიურად საცობებში დგანან, როდესაც ათასობით ადამიანი ავარიულ სახლებში ცხოვრობს და როდესაც დაპირებები წლების შემდეგაც დაპირებებად რჩება, რა თქმა უნდა ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება თბილისის მერს კახა კალაძეს.